ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბიოდენობით გამოწერის გამო 10 მედიკოს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნების ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების თანახმად ერთ ექიმს საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა. 8-ს კი საქმიანობის უფლება 6 თვის ვადით შეეზღუდა. ერთ წერილობითი გაფრთხილება მიეცა. გამოვლენილი დარღვევების ცალკეული შემთხვევების სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა. მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის შემთხვევები ოცნების ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილეს. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, სამწუხაროდ არაერთი ექიმის მხრიდან გამოვლინდა არასწორი პრაქტიკა, ერთმნიშვნელოვნად რაც ყურადღებას იმსახურებს და მეორეს მხრივ ვფიქრობთ, რომ არსებობს საფუძველი სათანადო პასუხისმგებლობის ზომების გატარებისთვის, ვინაიდან ფაქტია, რომ ადგილი აქვს ძალიან სერიოზულ გადაცდომებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე, რომლის არასწორ მოხმარებას, ჭარბად მოხმარებას ძალიან სერიოზული მავნე შედეგების მოტანა შეუძლია. მოქალაქეებისთვის უნდა გამოვიყენოს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მოუწოდო ყველა ექიმს ამ სფეროსთან დაკავშირებულ თითოეულ ადამიანს, რომ გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, განსაკუთრებული გულისხმიერება ამ მიმართულებით და პროფესიული მოვალეობები შეასრულონ ისე, როგორც ამას მოითხოვს მათგან მოქმედი კანონმდებლობის ნორმები.